როგორ მუშაობენ სპეცსამსახურები? უამრავი ფული იხარჯება რუსეთის მხრიდან, რომ მოწინააღმდეგეებზე ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინოს. შეძლო თუ არა რუსეთმა გარკვეულწილად ამ მომოცანის შესრულება დიდი ალბათობით შეძლო. დემორალიზება როგორც ჯარისკაცების, ასევე მთელი სახელმწიფოს. არსებითი მნიშვნელობა არც აქვს რა ტიპის შეიარაღება გაქვს, როდესაც სამხედროს არ აქვს განწყობა და რომ რაღაცისთვის იბრძვის. ასეთი მიდგომით სპეცსამსახურებთან, თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა არის დანაშაული. რუსეთს საქართველოს ჭირდება სანქცირებული ტვირთების გასატარებლად, ჭირდება ფინანსური ნაკადების გასატარებლად. სრული ნიჰილიზმია სპეცსამსახურებში. მშვიდობა არ არის ჩვენზე დამოკიდებული. და ჩვენი გადასაწყვეტი. რომ არ შემოიჭრას და აბაომის გინდა რო არ დადგეს, ამიტომ უნდა ჰყავდეს ძლიერი თავდაცვის უწყებები, სახელმწიფო უნდა იყოს გამართული, უნდა ჰყავდეს ძლიერი პარტნიორები. ვართ აბსოლუტურად მარტო დარჩენილი მოკავშირეების გარეშე. ჩვენ რისი იმედი შეიძლება გქონდეს პარტნიორების გარეშე, ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელია. განსხვავებული აზრის მქონე საზოგადოების განდევნა ხდება ჯერ აქტიური სივრციდან და შემდგომ ალბათ ქვეყნიდან. და ბერმა დაკარგა იმედი და ძალიან კარგი იქნება თუ ეს ხალხი წავა საერთოდ აქედან. ეხლა ვერ დაბრუნება 37 წელი იმ თვალსაზრისით, რომ ვერ დაგხრეტენ. თუმცა თანამედროვე მეთოდებით დახვრეტა შეიძლება. ხო, ზუსტად მაგას ვამბობ. მთავარი მიზანი რაც არის რომ შეუძლებელი გახდეს საზოგადოებაში კონსენსუსის მიღწევა. უნდა ვიცოდეთ, რომ უნდობლობის დათესვა პირველ რიგში არის მათი მთავარი იარაღი და მათი მთავარი მიზანი. ამოცანა ნომერი 1 არის გაერთიანება. ამის მეტი დაანჩენი ამოცანები გაწიონ გვერდზე. ციხეში არიან, ეხლა რა უნდა ქნან?